მამისათა და ძისათა და წმინდის სულისათა ჩვენთან არის ფილოსოფი კიდევ ერთხელ ყველას დღეს როცა კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ჩვენი უფლის ტაძარში მოვიტანეთ ჩვენი ფიქრები, ჩვენი განცდები, ჩვენი ემოციები, ჩვენი სათხოვარი ასევე ქრისტიანაში და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ გარდაქმნა ცვლილება მოხდა წმინდა ევქარისტიაში, როდესაც პურისა და ღვინის სახით ასე ვთქვათ ჩვენ მივიღეთ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელსაც ვეზიარებით. ჩვენ დღეს მემშვიდობებით ვაცილებთ ნათლისღების დღესასწაულს, დღეს არის წარიგზავნა წმინდა ნათლისღების და შესაბამისად შინაარსობრივად ასევე ვტრიალებთ აი ამ საიდუმლოში, ნათლისღების საიდუმლოში და დღევანდელი სახარებაც შესაბამისად გაგრძელება უკვე იმ ასე ვთქვათ გამოხსნის ისტორიისა, რომელიც იესომ დაიწყო თავისი განკაცებით და შემდეგ თავისი ნათლობით. ნათლისღების შემდეგ იესოს გამოცდა ხდება უდაბნოში მთაზე, სადაც მას აქვს დიალოგი დემონთან და ის იმარჯვებს ამ დიალოგში, ასე ვთქვათ, ხდება გამარჯვებული, გამოდის თავად გვაჩვენებს ჩვენ თავის პირადი მაგალითით, რომ შესაძლებელია გავიმარჯვოთ ამ წუთისოფლებზე, შესაძლებელია გავიმარჯვოთ იმ გამოწვევებზე, რაც ადამიანს ყოველდღიურობაში თან ხვდება. შესაბამისად, ეს ერთი დიდი საიდუმლო, რაც შეეხება ნათლობის საიდუმლო, ეს არის უშუალოდ როგორც ჩვენ ვიცით, კარი, რომლის საშუალებითაც ვხვდებით ახალი სახელმწიფოს, ახალი ქვეყნის, მარადიული იერუსალიმის მემკვიდრეები და შვილები. არ ვიცი შეიძლება თუ არა, მაგრამ რამდენადაც ჩვენ დიასპორაში ვართ, წამოსულები ვართ აქ, ყველა ჩვენგანს სხვა გზა არ აქვს თუ არა, რომ მან მიიღოს ნებართვა ამ სახელმწიფოში ყოფნის. ჩვენ მას ვეძახით ან ვიზას, რომელსაც ან 3 თვით, ან 6 თვით ვებულობ, ან შემდეგ აუღენთავს თითელს, რომელიც ასევე არის ბინადრობის უფლების მომნიჭებელი ამ სახელმწიფოში და ქრისტიანული გაგებით ამას ჰქვია ნათლობა, ნათლისღების ბეჭედი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხვდებით მარადიული სახელმწიფოს, მარადიული სამეფოს შვილები. და დღევანდელი სახარება სწორედ აი ამ მოწოდებით თავდება, რომ იესო იმეორებს ფაქტიურად იოანე წინასწარმეტყველის მისი წინამორბედის სიტყვებს, რადგან იოანე როდესაც გამოდის საკადაგებლად, მისი პირველი სიტყვებია შეინანეთ, რამე თუ მოახლოებული არის სასწრაფოების საათი. და იესო სწორედ თავის სიტყვას, თავის ქადაგებას, ასე ვთქვათ, იმეორებს, აგებს, აფუძნებს იოანე ნათლისმცემლის სიტყვებზე, რომ შევინანოთ, რამე თუ მოახლოებული არის სასწრაფოების საათი. ამის საშუალებით, ამ სინანულის საშუალებით ჩვენ ვიწყებთ ქრისტიანულ ცხოვრებას, თუმცა ეს მხოლოდ კარია, როგორც ავსენით და ყოველდღიურობაში ჩვენ გვჭირდება ასე ვთქვათ საზრდო, რომლის საშუალებითაც ჩვენ არ მოვსწრებით აი ამ გაგებას, ამ მისტერიას, ამ საიდუმლოს, რომელშიც მონაწილეობთ ყოველკვირეულად, ყოველმსახურებაში. შესაბამისად, აქ შემოდის ზიარების მნიშვნელობა, ზიარების აუცილებლობა, რომელიც უფალმა მეშვიდეობის ქუჩაბას დაგვიწესა, დაგვიგზნა და ამით ჩვენ გვაქვს სახარებიდან ორი დიდი საიდუმლო, რომელშიც მონაწილეობთ. ეს არის ნათლისღების საიდუმლო, როგორც კარი ამ იერუსალიმში, მარადიულ სამყოფელში, სამეფოში, სასწაულში შესვლისა და მეორე არის წმინდა ზიარების საიდუმლო და სხვათა შორის დიდი ღვთისმეტყველი მერვე საუკუნის წმინდა იოანე დამასკელი სწორედ ორ საიდუმლოს იცნობს, ესენი არიან ნათლისღება და ზიარება. ამის საშუალებით ჩვენ ბრუნდებით პირველ პატივში. და შეიძლება ვთქვათ, რომ არის კი ეს პირველ პატივში დაბრუნება თუ უფრო იმაზე მეტი, ვიდრე ის, რომელიც ღმერთმა ადამიანში ჩაიფიქრა, როცა ის მან დააწესა ედემში. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ იესო ქრისტეს განკაცების მერე პრაქტიკულად ადამიანს უფრო მეტი პატივი, უფრო მეტი პოზიცია, პრივილეგია მიენიჭა, ვიდრე ის, რაც ადამიანს ჰქონდა სამოთხეში ედემის ბაღში, როცა ის ღმერთმა იქ განამწესა. შესაბამისად, მოახლოებულია სასწრაფოების საათა, ჩვენ არ უნდა დავინახოთ ეს სასწრაფოების სამეფო როგორც გეოგრაფიული კატეგორია, რომ სადღაც ასე ვთქვათ, ჩვენ გადავინაცვლებთ ერთი ადგილიდან მეორეში, როგორც თბილისიდან ვენაში. ეს ასე არ ხდება. ეკლესიის სწავლებით ისევ და ისევ ეს 64 სასწრაფოები არის არა გეოგრაფიული კატეგორია, არამედ პიროვნება. ეს პიროვნება არის თავად იესო ქრისტეში განცხადებული ღმერთი. ანუ იესო ქრისტე როგორც პიროვნება დგას ჩვენ წინაშე, როგორც სამოთხე, როგორც სასწრაფოები. ანუ ის გვეგებება ჩვენ. სად ხდება ეს თუ არა წმინდა ევქარისტიაში, როგორც ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, საიდუმლო, ყველაზე შეხვედრის ყველაზე დიდი ადგილი. ამდენად ზიარება, რომელიც უფალმა იესო ქრისტეს საშუალებით დააფუძნა, მეშვიდეობის ქუჩაბას, არაფერია თუ არა შეხვედრა ასევე მასთან და მის სრულად მიღება, მასში მონაწილეობა.
და რატომ ეს ყველაფერი? რა არის ის, რამაც განსაზღვრა იესო ქრისტეს განკაცება, ნათლობა, ჯვარცმა, აღდგომა? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ანუ რელიგია იბადება იქ, სადაც ასე ვთქვათ, რელიგიის მნიშვნელობა, სადაც შემოდის ცოდვა. რადგან ცოდვა არის ის, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს და რელიგია სხვა არაფერია თუ არა დისტანციის, ამ დაშორების, ამ დიდი უფსროლის ასე ვთქვათ, ამოვსება. რელიგიო ეს არის ზუსტად რომ ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობას ღმერთთან და განუშორებით ცოდვას, რომელიც არის ჩვენი მტერი. და ცოდვის მრავალი სახე არსებობს, ყველას გამოცდილი გვაქვს ზოგიერთი მათგანი. შესაბამისად, ცოდვა ხდება ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის დამავკოლებელი. ამ ცოდვის გააზრება და მასთან ბრძოლის გამოცდილებას გვასწავლის ეკლესია. და ზიარება კი ხელსაყრელს ხდის პიროვნების ახალ არსებად დაბადებას. ეს არის ფაქტი, დღეს რომ ჩვენ წირვა ჩავატარებთ, რატომ მოვდივართ აქ? იმის გამო, რომ მოხდეს პიროვნების სფერის ცვალება, ცვლილება, ჩვენ გადავიდეთ ახალ რეალობაში, ახალ თუ აღსარების მომენტი განგისტია, თუ რა ხდება აღსარების დროს, ვისაც გამოუცდიეს, როგორ იწყება ახალი ცხოვრება, როცა გამოდიხართ ამ ყველაფერს, მიატოვებთ ასე ვთქვათ, ვიტყვით, მე პირადად ეს გამოცდილი მაქვს, რაც ნიშნავს, რომ იწყებ ახალ ასე ცხოვრებას, თუმცა ცოდვათ ამ გვერდს. და იესო გვეუბნება, რომ შეინარეთ. ეს ფინალური მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ბერძნულში მას ქვია მეტანოია, რაც ქართულად ნიშნავს გონების ცვლილებას, გონება შეცვლა. ანუ ცოდვისგან ღმერთისკენ სწავლება. მაგრამ ებრაულში არსებობს უფრო საინტერესო სიტყვა, რაც სინანულს გამოხატავს, მაგრამ ასევე მეორე მნიშვნელობა აქვს. ამას ქვია შუბ ნიშნავს არა მარტო გონების ცვლილებას, არა მხოლოდ სინანულს, არამედ ფიზიკურად ნაბიჯის უკან გადადგმას. ანუ პრაქტიკულად ფიზიკურ შემოტრიალებას, შემოbrunებას ღმერთისკენ. ანუ არა მხოლოდ გონების ცვლილებას, არა მხოლოდ სინანულს, არამედ ფიზიკურ აქტიურობას. ანუ პასიური მდგომარეობიდან აქტიური მდგომარეობაში შეცდოთ გადასვლას. და ეს არაფერია თუ არა პიროვნების განახლება, პიროვნების გამოხსნის დასაწყისი. აი, როდესაც ანტიკვარიონ რაღაც რომ ნახავთ, ხო საინტერესოს, მინდა რომ მისი გაწმენდა მოვახდინოთ. მივიდივართ რესტავრატორთან, რადგან ჩვენ ეს შანსები შეიძლება გავაფუჭოთ ის ავთენტური რაც ნამდვილი არის. ანუ ამ შემთხვევაში ქრისტე გვეუბნება როგორც რესტავრატორი, ვინც ახდენს ჩვენი პიროვნების, ჩვენი გამოხსნის ახალს, ადამიანს ხნის ახალს. ეს ხდება ევქარისტიაში, წმინდა ზიარებაში. ამას ღვთისმეტყველო ხოლო ენაზე ვეძახით ევქარისტიულ ანთროპოლოგიას, ანუ ადამიანის ცვლილებას ევქარისტიის გზით და ეს ჩვენი გაგებით, ასე ვთქვათ, სხვა არაფერი თუ არა შემოbrunება ცოდვისგან ღმერთისკენ. და ამ შემოbrunების ღერძი არის ვინ? იესო ქრისტე. თავად იესო ქრისტეა, ვინც არის თავად შემოbrunება, შემოტრიალება. მისი განკაცების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ადამიანი შემოეტრიალებია ესე. თუ ჩვენ ამ შუბში, ამ შემოტრიალებაში თავად არ გავყვებით ფიზიკურად, მაშინ ეს ყველაფერი ცარიელი იქნება და ნაყოფს არ გამოიყენებს. ამ ყველაფრის შემდეგ კი პიროვნება მართლაც ახალ რაღაც არსებობაში შედის, ახალ არსებობაში გადადის. და აქ შემოდის სიხარული. დღეს არის ხსენება წმინდა იაკობ ნისიბის ეპისკოპოსისა, რომელიც იყო მეოთხე საუკუნის საეკლესიო მოღვაწე და განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პიროვნება არის ის, რადგან ის წარმოადგენს განსაკუთრებულ სკოლას, ასე ვთქვათ, სირიული სკოლის, ნისიბის სკოლის წარმომადგენელია და ჩვენ სირიულ ტრადიციაში გვაქვს სიხარულის გაგების ორი სახე. შეიძლება დავფიქრდეთ, თუ რატომ ორი სახე, სიხარული თუ სიხარულია. ეკლესიის მამები ამ სირიული ტრადიციიდან განასხვავებენ, ასე ვთქვათ, ბუნებრივ სიხარულს და ჭეშმარიტ სიხარულს. აი, ბუნებრივი სიხარულია ის, რაც ადამიანს ყოველდღიურად ცხოვრებისეულად გააჩნია. და ჭეშმარიტი სიხარულია ის, რაც მარადიულია და დაუყოვნებელია, დაუსრულებელია. ბუნებრივ სიხარულში ჩვენ უფრო უნდა დავინახოთ ყველა სახის სიხარული და სიამოვნება, რომელიც ცოდვასთან არის დაკავშირებული. მაგალითად ის, რომ დედას შვილი უყვარს და ის ატარებს მას, ეს არ არის ბუნებრივი სიხარული. ხოლო, რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი სიხარული, მაგრამ აქ არის ასევე ღვთაებრივი ელემენტი, რადგან ეს სიყვარული ღვთაებრივია და ადამიანი ატარებს ამ სიყვარულს. შესაბამისად, ბუნებრივ სიხარულში ვხედავთ ძირითადად სიამოვნებას და ცოდვას, მაშინ როცა ასე ჭეშმარიტი სიხარული, ეს არის ის სიხარული, რომელიც ასე ვთქვათ, მარადიულია, დაუსრულებელია და ასე ვთქვათ, გაუხუნებელია. და ქრისტიანობა არის ამ ბუნებრივი სიხარულის დასასრული. ქრისტიანობა ასრულებს ამ ბუნებრივ სიხარულს, რადგან სწორედ კაცობრიობამ, წოთისოფელმა, წოთისოფლის სიამოვნებამ ჯვარზე გააკრა იესო ქრისტე. და
ეს ჯვარი, რომელიც ბუნებრივი სიამოვნებით სიხარულით ასე ვთქვათ, იქნა იმ ხალხის მიერ აფსხონებული, ჩვენთვის იქცა მარადიული ჭეშმარიტი სიხარულის წყარო. შესაბამისად, ჯვარი, რომელიც აქვს, ეს არის ერთსა და იმავე დროს, ანუ ქრისტიანობა სამამბროლოდ, რომელიც ჯვარზე აგებული, ერთსა და იმავე დროს არის ამ ბუნებრივი სიხარულის დასასრული და ჭეშმარიტი სიხარულის დასაწყისი. და ეს ისევ და ისევ ხდება აი ამ მეტანოიაში, ამ შუ, ან ამ ქართულად ასე სინანულში, მაგრამ სინანული მარტო ეს სიტყვა არ არის საკმარისი, ანუ ეს არის გონების ცვლილება, ეს არის ფიზიკური ნაბიჯის გადადგა, უკან მიტრიალება იმ საწყისში, რომელიც ღმერთმა ჩაიფიქრა ადამიანს ქმნიდა. ბუნებრივი ეს ადამიანური სიხარული ჩვენში არსებობს, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ უნდა განვასხვაოთ ჭეშმარიტი ან ღვთაებრივი ქრისტიანული სიხარული და ბუნებრივი, ანუ ხორციელი სიხარული. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საეკლესიო მოღვაწე მართლმადიდებელი მამა წმინდა ალექსანდრე შმევანი წერს, რომ სწორედ ეს ქრისტიანული სიხარული არის გამოსხივლის, ჩვენი ხსნის და მარადიული ნეტარების დასაწყისი და სიხარული თავისთავად. და ის მას უწოდებს სააღდგომო მოგზაურობას. Die Osterliche Reise. აი ეს არის ეს Osterliche Reise, ეს სააღდგომო მოგზაურობა იწყება სწორედ დამშვიდობების ცოდვასთან. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ჩვენ ვიბრძვით წვალოთ, მაგრამ ცნობიერებაში გვაქვს, ეს არ არის ის, რაც ჩვენი მარადიულობის განსაზღვრელია და მიმართულება წასვლა, ასე ვთქვათ, იმ სააღდგომო სიხარულისკენ, რომელიც არის მარადიული სიხარული. და ისე სააღდგომო მოგზაურობა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვხვდებით ბუნებრივი სიხარულის წინააღმდეგ, ანუ აღდგომა სიკვდილთან არის დაკავშირებული. ისე ჯვარსკაია მოკლეს ჩვენთვის, ხო? ამით მან მოკლეს ბუნებრივი სიხარული და ამავე დროს ის აღდგა ამ ჭეშმარიტ მარადიულ სიხარულში. და ამის განხორციელება, ამის განმეორება ხდება ყოველკვირეულად და ყოველ წირვაზე, როცა ჩვენ ასე ვთქვათ, მეზიარებით იესო ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს. აი აქ ამბობს უფალი, რომ შეინარეთ. რამე თუ მოახლოებულია სასწორისად, ანუ მოიფეჭით, მოტრიალდით ჩემსკენ ამბობს და ეს მოტრიალება ისე, როცა ტრიალდები შეიძლება უფრო კარებში შეეჯახო, მოულოდნელად. ეს კარები არის თავად ანათლობა და იქ არის იესო ქრისტე, რომელიც არის ჩვენი მეგობარი და ჩვენი თანამგზავრი. შესაბამისად, ეს ცოტა რთული გამოხმეს ევქარისტიური ანთროპოლოგია, ანუ ზიარებითი ცვლილება პიროვნების, ანუ სხეული, ონტოლოგიური პიროვნება იცვლება. ვიცვლები ჩვენ, როდესაც აი ამ საიდუმლოში მონაწილეობთ. არა საიდუმლოს ვღებულობთ, როგორც კათოლიკური სწავლება არის, რომ საკრამენტს ეძახიან ისინი ამ საიდუმლოს, ისინი ამბობენ, ჩვენ ვღებულობთ საიდუმლოს. მაგრამ მართლმადიდებლური გაგებით ჩვენ საკრამენტს ვეძახით მისტერიას და ჩვენ ამ მისტერიას კი არ ვღებულობთ და მიგვაქვს, არამედ მონაწილეობთ მაშინ. ეს არის სწავლება. ეს არის ის, რაც ჩვენ ვაკავშირებს ერთმანეთს, რომ ერთობლივად მონაწილეობთ აი ამ საიდუმლოში. ეს მონაწილეობა უკვე სხვა არაფერია თუ არა გათამაშება იმის, რაც ჩვენ გველოდება მარადიულობაში. აი მე-14 საუკუნეში ცნობილი ლიტურგისტი მეცნიერი საეკლესიო მოღვაწე ბერძენი ნიკოლას კაბასილას ის ამბობს, რომ სამთო ლიტურგია სხვა არაფერია თუ არა გაიხსნას ზეცსა და შევხედოთ თუ როგორ იზეინება იქ მარადიული ნეტარება. ეს არის ერთგვარი კოპია, ერთგვარი სურათი თუ სარგე, რომ დავინახოთ ის მარადიული ნეტარება, უკვე ვიგრძნოთ ის ხოსტენ, რასაც გაის ვიგრძნოთ უკვე აი ამ შეხვედრაში ევქარისტიაში ჩვენ სულთანთან იესო ქრისტესთან. ვერტომ რაოს დაგვასწროს და როცა წავედით აქედან წავედით რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად იესო მიტოვა ამბობს, რომ თქვენ ხართ მარილი სოფლისა, თქვენ ხართ ნათელი ცუდი სოფლისა. რატომ? მარილი ბევრი არ არის საჭირო. საკმარისია ჩვენ თუ 40 ადამიანი გავალთ გარეთ და ამხირებულებებს იმ ხედვას, რაც იესო დამიტოვა, ამას ვიცხოვრებთ. არა მხოლოდ ვიქადაგებთ, არამედ ვიცხოვრებთ საქმით, შესაბამისად ჩვენ ასე ვთქვათ გავხდებით მარილის სფეროსის, მიზიდველის სფეროსის. ამიტომ ამბობენ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ქადაგება კი არ არის, მისიონერობა კი არ არის, არამედ ასევე გავრცელება კი არ არის, არამედ ასევე მიზიდვა. ეს მიზიდვა ხდება იესო ამბობს, მოვედ და იქ საცხოვრე უყარა. იესო პასუხობს, არ უხსნის მას ინტელექტუალურად რა არის სამეფო ღვთისა და ასე შემდეგ, არამედ ამბობს, მოდი და ნახე. კამცი, მოვედ და იხილე. ნიშნავს, რომ მე ვცხოვრობ, მე ვაკეთებ ამას პრაქტიკულად, ჩვენ შეგიძლიათ დაინახოთ. ჩვენც ქრისტიანები თუ მიქცევით მაგალითებად სხვებისთვის, ამით უკვე სხვებსაც მოვიყვანთ ეკლესიაში და უფრო გავწიდებთ და გავამრავლებთ. რაღაც დაესწრებით, ჩვენ და კვირას 10 საათზე დაიწყება წელი.